მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი და ვართ სტუმრად დღეს Solvit-თან, კომპანია Solvit-თან, რომელიც არის IT სერვისების პროვაიდერი კომპანია. რეზო, დიდი მადლობა, რომ დავთანხმდი მონაწილეობაზე. და თუ შეიძლება რომ მომიყვე ზოგადად Solvit-ის იდეა როგორ გაჩნდა და რა არის თქვენი მისია? ლადო, პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან და ინტერესდი. ესე იგი, კომპანია Solvit-ი დაარსდა 2013 წელს, მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გავაკეთეთ ეს კომპანია და ძირითადი ამოცანა იმ დროისთვის იყო, რომ შეგვექმნა IT სერვისების კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა და იქნებოდა 100%-ით IT სერვისების კომპანია და არა რაღაცა სხვადასხვა ან hardware-ის, ან software-ის, ან იმის გადამყიდველი კომპანია რა. რაც იმ დროს ბაზარი გაჯერებული იყო მსგავსი კომპანიებით, სადაც ძალიან კარგად იყო ეს სფერო ათვისებული და ბევრი კომპანია იყო ჩართული, ეს თქვა ამ ყიდვა-გაყიდვაში, რასაც სისტემურად ინტეგრატორებს ეძახიან ესეთ კომპანიებს, ხო და დღესაც ძალიან წარმატებულად მუშაობენ. თუმცა ბაზარს აკლდა ისეთი კომპანია, რომელიც იქნებოდა სერვისზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ინერგებოდა საქართველოში რა, მათ შორის დიდ კომპანიებში, სახელმწიფოებში და ამას სჭირდებოდა შემდეგ მოვლა, პატრონობა, მეინტენენსი, ადმინისტრირება, განვითარება და ასე შემდეგ. და ჩვენ ეს გეფი დავინახეთ, ასე ვთქვათ, კომპანია ბაზარზე და გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა კომპანია და ჩვენივე, ესე ვთქვათ, ჩვენივე რესურსი და ჩვენივე გამოცდილება გაგვეზიარებინა სხვადასხვა კომპანიებისთვის. გასაგებია. ანუ როგორც მივხვდი, მაინც თქვენი სეგმენტი არის enterprise, ვთქვათ, სეგმენტი და არა, ვთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესი რა. უფრო გაცილებით უფრო ზემოთ. კი, ნახეთ ლადო როგორ არის. ანუ ჩვენი სეგმენტი არის იქ, სადაც IT არის ძალიან კრიტიკული. ანუ ჩათვალეთ ნებისმიერი კომპანია, რომელსაც აქვს digital service და დამოკიდებული არის ამ digital service-ებზე, იმიტომ რომ მომხმარებელს თავაზობს რაღაც ციფრულ გადაწყვეტებს, ხო? და ნებისმიერი ჩავარდნა თუ ასე შემდეგ მასზე აისახება ან რეპუტაციული რისკით, ან ფინანსური რისკით, ან ასე შემდეგ, ხო? ან უსაფრთხოების რისკით. აქ უკვე Solvit-ის როლი არის ძალიან ძლიერი და მაღალი. როგორც ხვდები 100%-იანი ბიზნეს პროცესის უწყვეტობის გარანტი ხართ რა. ზუსტად კარგად აღნიშნე, იმიტომ რომ შეიძლება კომპანია არ იყოს რაღაცა მულტიმილიონიანი შემოსავლიანი კომპანია, არ იყოს large ანუ დიდი enterprise-ი, თუმცა იყოს ტექნოლოგიაზე ძალიან დამოკიდებული. ხო, ანუ თლიანად იყოს ტექნოლოგიური კომპანია და სერვისებს აწვდიდეს სხვადასხვა მომხმარებლებს. ხო, შეიძლება retail-ი იყოს, შეიძლება B2B იყოს. აი, აქ უკვე მათ ძალიან ჭირდება Solvit-ის რესურსი და Solvit-ის სერვისები რა. როგორ ეხმარებით e-commerce-ებს? მოდი ამაზე ვისაუბროთ. ხო, საინტერესო კითხვა. ნუ e-commerce-იც ერთგვარი, ესე ვთქვათ, ეს თქვა ციფრული პროდუქტების მიმწოდებელი არის სხვადასხვა მომხმარებლისთვის, ხო? რომლის უკან დგას ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა და განსხვავებული ინფრასტრუქტურა. ეს შეიძლება იყოს cloud-ი, შეიძლება იყოს on-premise-ი. ნებისმიერი e-commerce-ი არის აწყობილი ორი ძირითადი რაღაც. არის წინ აპლიკაცია, რასაც მომხმარებელი ხედავს ხოლმე, ხო, როგორც წესი, და არის უკან ინფრასტრუქტურა. ეს ინფრასტრუქტურა ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან პროფესიონალური და სპეციფიური მიდგომები და ესე ვთქვათ მართვა ამ ყველაფერს და ჩვენ ზუსტად ვეხმარებით, რომ სწორად იყოს ეს ინფრასტრუქტურა გამართული, იყოს უსაფრთხო, იყოს სტაბილური, რაც თავარია და კონდეს სწრაფი განვითარების საშუალება. ანუ e-commerce ხო ესეთი ის არის, რომ შეიძლება უცებ ძალიან ბევრი მომხმარებელი მიიღო. ხო? ამიტომ ჩვენ ვეხმარებით, რომ აი ამ დაბრკოლება არ შეექმნას და ოპტიმალურად მართონ თვითონ პროცესები რა. აჰა, ძალიან კარგი. სამომავლო გეგმები რა გაქვთ? სამომავლო ბოდიში კიდე აი ნუ გეგმებთან ერთად მაინტერესებს რომელ ბაზრებზე მუშაობთ კიდე რა, იმიტომ რომ თქვენი სერვისი ასე ვთქვათ არ არის შეზღუდული. კი, ნამდვილად, ანუ სერვისი არის უნიკალური იმ მხრივ, რომ ნებისმიერ კომპანიას ჭირდება, რომელიც ტექნოლოგიაზე არის დამოკიდებული, როგორც მოახსენე, ეს შეიძლება იყოს რავი ფინტექი, შეიძლება იყოს ბანკი, შეიძლება იყოს სასტუმრო, კლინიკა თუ ასე შემდეგ, ვისაც IT ინფრასტრუქტურა გააჩნია.
შეიძლება cloud-ში იყოს და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ძირითადი დღევანდელი ჩვენი საქმიანობა არის ქართულ ბაზარზე ორიენტირებული, მაგრამ დაახლოებით 2-3 წელია რაც ექსპორტის მიმართულება გააქტიურდა და მუშაობთ ისეთი ბაზრები როგორც არის დუბაი, უზბეკეთი და ასევე გვაქვს ერთ-ერთი პროექტი დიდ ბრიტანეთში. თუმცა ჩვენი სამომავლო ხედვა არის რომ რა თქმა უნდა ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ გაიგოს ჩვენ შესახებ და ასევე ექსპორტის მიმართულებით დავიწყოთ აქტიურობა. ვინაიდან სწორად ახსენე ლადო რომ ჩვენ სერვის არ აქვს ლიმიტი. ანუ საზღვრებში არ ვართ ჩაკეტილი, იმიტომ რომ აქ როგორც შეგვიძლია რომ საქართველოში მოვიმსახუროთ კომპანიებს, იგივენაირად შეგვიძლია მოვიმსახუროთ ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სხვადასხვა კომპანიებს. ძალიან კარგი. რეზო ხელოვნურ ინტელექტს როგორ იყენებთ რა და როგორი ის გაქვთ რა ქვია ხედვა და მიდგომა ამ ყველაფრის მიმართ. ხელოვნური ინტელექტი ზოგადად ყველა სფეროში შემოდის ეტაპობრივად. ჩვენ სფეროშიც ჯერჯერობით არ არის იმდენად პოპულარული, ანუ IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით გულისხმობ, თუმცა აქაც არის გარკვეული ესე ვთქვათ განვითარების გზები და გვინდა რომ ჩვენც ეს ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ასე ვთქვათ წინ ვიყოთ ამ მიმართულებით, ხო? თუმცა ჯერ ისე როგორც სხვა სფეროში არის ესე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი უკვე განვითარებული და ბევრი რაღაცები ხდება, ჩვენ ნაწილში ამ ეტაპზე ჯერ იმდენად განვითარებული არ არის. თუმცა ხო, საომალოდ ესეც გარდაუვალი არის, რა თქმა უნდა, რა ვიცი, 1 წელიწადში, 2 წელიწადში უკვე სურათი შეიძლება საერთოდ განსხვავებული იყოს, ამიტომ ჩვენს გვინდა რომ ტენდენციებს არ ჩამოვჭეთ, პირიქით მივიღოთ, განვაახლოთ და გამოვითაროთ ეს მიმართულება. აი Solvit-ის რა თქვენი კომპანიის მეშვეობით, რომელი e-commerce-ისთვის აი ასე ვთქვათ რა თქვენი ჩარევით რა წარმატებული кейსი გაქვთ თუ შეგიძლიათ რომ ერთი ესეთი кейსი გქონდა არის რაღაც მაღაზიების ძალიან დიდი ქსელი საქართველოში და ქონდათ ესე ვთქვათ აპლიკაცია ქონდათ გაკეთებული რომელსაც მუდმივად ქონდა პრობლემები რა თუმცა აქ შემოდის უკვე ინფრასტრუქტურის მხარე ვინაიდან თუ ინფრასტრუქტურა გამართული არ არის აპლიკაცია რაც არ გინდა მაგარი იყოს მოკლედ ინფრასტრუქტურა შეიძლება ვერ აყვეს ამას და ასე ვთქვათ კონფლიქტი მოხდეს და არასტაბილური გარემო შეიქმნას. ამიტომ ჩვენმა გუნდმა გააკეთა ძალიან კარგი პროექტი, რომელიც გულისხმობდა გაქლაუდებას მთლიანად ამ ესე ვთქვათ სისტემის და პრობლემები იყო შემდეგი, რომ ერთის მხრივ ეს კომპანია კარგავდა მომხმარებლებს, ვინაიდან მუდმივად იყო გათიშვები, მუდმივად იყო ჩავარდნები, რაც იწვევდა ერთის მხრივ რეპუტაციულ რისკს, მეორეს მხრივ ფინანსურ რისკს, მომხმარებლის გაღიზიანებას და ის ერთი მაღაზიაში რომ ესე ვთქვათ იმ მაღაზიაში სადაც ეს პრობლემა ექნებოდა, მე მიდიოდა და სხვაგან გადადიოდა. ხო, ანუ კონკურენტ მაღაზიაში გადმოდა, უკვე დამკვეთების დაკარგვის მცდელობა იყო და ასევე თანამშრომლების ერთგვარი დემოტივაციაც იყო, იმიტომ რომ მუდმივად ეს გათიშვები და ისინი უკვე პრობლემას ქმნიდა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა ეს კარგად გაანალიზა, თუ რაში მდგომარეობდა პრობლემა, მივხვდით რომ IT ინფრასტრუქტურის მხარეს მართლა იყო გარკვეული გეფები, მენეჯმენტიც ამ კომპანიის გამოყვა და გავაკეთეთ ძალიან კაი პროექტი, რომელიც გულისხმობს მთლიანად ამ სისტემების გაქლაუდებას. დღევანდელი ესე ვთქვათ შედეგები არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ნუ აი ჩავარდნების რაღაც აი მინიმალურ დონეზე არის, ისიც შეიძლება ინტერნეტის გამო იყოს ან რაღაც მსგავსი რაღაცის გამო, თუმცა ხო, საბოლოო ჯამში კომპანიამ ძალიან დიდი ბენეფიტი მიიღო ამ პროექტით. ურჩევთ თუ არა e-commerce-ებს რომ cloud-ზე გადავიდნენ მთლიანად? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავისი არგუმენტები აქვს ამას, ხო? პირველ რიგში ძალიან კარგია, იმიტომ რომ გადახდის კუთხით არის pay as you go მოდელი. ანუ რას ნიშნავს იმას, რომ თქვენ კომპანია e-commerce-ის ვინც არის, იხდის იმდენს, რამდენიც ჭირდება დღეს. ანუ ყავს 1000 მომხმარებელი, იხდის 1000 მომხმარებლის რა რესურსით ჭირდება, რომ მოემსახუროს 1000 მომხმარებელს. ყავს 10000 მომხმარებელი, იხდის იმდენს. ანუ უცებ შეიძლება დაემატოს და გახდეს 100000 მომხმარებელი, scalable არის და იმდენს იხდით რამდენიც და
სხვა შემთხვევაში თქვენ გიწევთ ისეთი რაღაცების ყიდვა, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებების ყიდვა, რომელიც არ არის გაფართოებადი სწრაფად დროში და მე გიწევთ მიშენებების გაკეთება რა, ანუ ინფრასტრუქტურულ მიშენებებს რაც გიზვირდება, მე არასწორი არქიტექტურა გამოდის და ასე შემდეგ. თუმცა კარგი იქნება, რომ თავიდანვე დეველოპერ გუნდთან ერთად ჩართული იყოს ინფრასტრუქტურის გუნდი, რომ თავიდანვე მოხდეს სწორი არქიტექტურა, არა მარტო დეველოპმენტის მიმართულებით, ანუ software development-ის მიმართულებით, არამედ თვითონ ინფრასტრუქტურის დაგეგმვის დონეზე. დაგეგმვის დონეზე. კი, იმიტომ რომ სამომავლოდ ძალიან ბევრ გაუთვალისწინებელ ხარჯებს არიდებს, ძალიან ბევრ გაუთვალისწინებელ, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიურ ზიანს არიდებს და ასე შემდეგ. რა რჩევა გინდა მიცე ქართულ e-commerce-ებს რა? აი რაზე გააკეთონ აქცენტი დაუშვათ? E-commerce-ი ჩემის აზრით, ჩემი წარმოდგენით არის 24 საათიანი სერვისი. ზუსტად. ხო, ანუ ფიზიკური მაღაზიებისგან განსხვავებით შეიძლება მომხმარებელი ღამის 2 საათზე შევიდეს და რაღაცის ყიდვა მოინდომოს. და ეს სისტემები იმდენად გამართული უნდა იყოს, რომ ღამის 2 საათზეც იგივენაირი სერვისი იყოს და დილის 2 საათზე, შუადღეს 2 საათზე, ხო? შესაბამისად, მე ურჩევდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება კარგად იყოს IT ინფრასტრუქტურა დალაგებული, რომ შემდეგ უკვე არ შეიქმნას მსგავსი პრობლემები და სერვისის უწყვეტობა იყოს მაქსიმალურად ესე ვთქვათ, დახვეწილი მომხმარებლებისთვის, იმიტომ რომ იზრდება e-commerce ბაზარი, კონკურენცია არის, აქაც შემოდის კონკურენცია და სერვისის ხარისხის მიღებისთვის საჭიროა, რომ IT ინფრასტრუქტურა იყოს ძალიან გამართული რა. აი მომავალში რას გეგმავთ, რომ შესთავაზოთ ქართულ e-commerce-ებს? და ნუ ზოგადად რა ქართულზე რო ვთქვათ, ბოლომდე აქცენტი არ გავაკეთოთ. ხო, საინტერესო კითხვა არის, პრინციპში ესე რაღაც ფოკუსირებულად არ გვიფიქრია e-commerce რა შეიძლება შევთავაზოთ, თუმცა ეხლა რაც აი ეს საუბარში მომაფიქრდა არის ის, რომ შეიძლება რაღაც სპეციფიური სერვისები შევთავაზოთ, რაც მათთვის მოქნილი იქნება. შეიძლება იყოს იგივე pay as you go მოდელი, რასაც cloud-ების თავაზობენ და ჩვენთან მიმართებაში ესე იყოს, რომ იმიტომ რომ e-commerce არის, რომ ნელ-ნელა ესე თქვა ვითარდება, ხო? და ჩვენც ხელი შეუწყოთ ამ კომპანიებს, რომ რავი დღეს თუ ხართ ამ განვითარების ეტაპზე, რავი ჩვენთან მიმართებაში ესეთი pay as you go მოდელი იყოს, მერე შემდეგ თუ განვითარდებით ესეთი pay as you go მოდელი იყოს და ასე შემდეგ, რა. გასაგები. ხო, ტექნოლოგიურად რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, არის ის, რომ მათი გარემო იქნება ძალიან სტაბილური, უსაფრთხო, სერვისზე ორიენტირებული და ძალიან ნაკლები რისკი იმისი, რომ რაღაცა ხარვეზი იყოს სამომავლოდ და მათი მომხმარებლებიც მაყოფილება საბოლოო ჯამში. გასაგებია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გიხადოთ და ბევრი წარმატება გისურვოთ რა. დიდი მადლობა პირიქით. გაიგე.